მეგობრებო, დავასრულეთ რეკლამა, გავაგრძელოთ ლაპარაკი. კარგით, ეხლა ჩვენ მეორე წრე ჩავატაროთ ასეთად. მე მაინტერესებს და მოსახლეობასაც საინტერესებს. ჩვენ კი ვთქვით ნოვიყოთ, მაგრამ რეალურად ეხლა რაღაც საკითხი, ჩვენი პოპოზიციის საკითხი დასრულებულია. თუ რამე არ მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს. ეს უკვე ხარჩენებში მონაწილეობას აპირებენ ალბათ. ეგეთი განცდა მაქვს, ეგეთი განცხადებებია. ამზადები. ხო, რითაც საბოლოოდ დასრულდება ყველანაირი ლაპარაკი ბოლო არჩევნების გაყალბებაზე, დამთავრდება მორჩა და გადავა ოპოზიციურ რეჟიმში დიდი დანაკარგებით. ხალხი ეტყვის, რომ თუ აღიარებას აპირებდით, ქუჩაში რას გვაწოწიალებთ. მე ერთი რამ მაინტერესებს. ის მეთოდები, რომელთაც გლობალური უკვე ევროპა მოქმედებს. ანუ იდეოლოგიზება ყველაფრისა. ანუ ეკლესიის გინება, LGBT თემის წინ წამოწევა, რაც ქართველისთვის და ნებისმიერ ტრადიციული საზოგადოებისთვის უცხო არის. ხო დაინახეს, რომ ეს სქემა არ მუშაობს. რატო არ შეაღწია შხამმა ტრადიციულ პარტიებში? რატო არ დაარსეს fake ქართული ჭალებში პარტიები? რატო არ გარყვნეს სისტემა შიგნიდან? როგორც აღმოჩნდა, ქართული სახელმწიფოც არ იყო გარყვნილი, არ იყო. ვინ გადადგა? პირიქით, ვინც გადადგა და ვინც განცხადებები გააკეთა, ის წასასვლელი იყო და ეხლა ჩვენ ხედავთ პროცესს როგორ უშვებთ ამ ჩვენთვის მიუღებელ სხეულს როგორ დევნის სახელმწიფო რა. რატომ მოხდა ეს და ეს ხომ არ არის იმ ლიბერალ ფაშიზმის დამარცხების საწინდარი? იცი რა არის ჩვენთან საქართველოში. საქართველოში სიამოვნებაში ძალიან დიდი და ძალიან ბევრი მიზეზია იმის თუ ერთ-ერთი ეს უხეირო ბრძოლა არის. მაგალითად მე ხა თინეგვირაში არ ვიყავი და ალბათ არ ვიცი ლაპარაკი თუ არა ნახავს. მაგალითად ქართულმა ოპოზიციამ ეხლა აღმოაჩინა ერთ-ერთი ბოლო რაც ძალიან გამეცინა ბოლო ფაქტი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა იცის. სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატურია. ანუ ხა ეს გიჟირო არის. ანუ ეს ხო, ანუ ეს არის, ანუ არ ვიცი რა, ანუ ეს არის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ დავწუნდით და სალომე ზურაბიშვილი არ არის. დაგალაგებული. ორი დიდი ხანია ვიცოდი. კი, ხო, ანუ ეს რა იცი, ეს ჩვენ, ანუ ეს ჩვენ ვიცით, როგორც აი აუცილებელი, ანუ შემადგენელი. სტუდია კარგია კი არა. არა, შავ. მაგას თავი დავარ. ანუ იჯი, მან საუბარი არის ამ ადამიანის პოლიტიკურ კომპონენტი, რა. ჩვენ ვიცით, რომ ის ასე იქცევა. არა მარტო პოლიტიკური, ადეკვატურია. ხო. და ეს რა არის ახლა, რომ ქართულ ოპოზიციას არ შეუძლია გაიაზროს მათი შეცდომები, იმიტომ რომ ძალიან რთულია გაიაზროს შენი შეცდომები, ოდესაც დამფინანსებელი არის სხვა ქვეყანაში, ოდესაც იმას უჭირს, როდესაც შენ საინფორმაციო და სხვა მხარდაჭერას იკეთებენ ხალხი, რომელთანაც შენ არ გაქვს კავშირი. ხო, მაგრამ შენ არ უნდა იყო ძალიან გიჟი რა. შენ არ უნდა თქვა, რომ ფეხბურთის ნაკრებს ზურგს შევაქცე. არ უნდა თქვა, აი დებილი არ და შენ რომ ამას ამბობ, შენმა დამფინანსებელმა მოგწეს რომ არ ქნა ეგა. შავა ძალიან ის იყო რა შეხედე ხარ ნიკა გვარამიას მოუწია პატრიოტიზმის თამაში და დაეკუკა თავზე 10 ანუ ალბათ ბოლოს 20 წლის წინ იმიტომ ტალახაძეზე აქვს ნათქვამი რომ შენ ისინი არ მახარებს რომ წარმატებები და ეხლა მოუნდა რომ დაკრებს გულისხმო დაკრებს გულშემატკივრობო და მარტო რუსთაველზე ვიძგას ისინი კი არ არის საქართველო რას ქვია არ არის მაგათ ხომ მიაშინოს რომ დედამიწა რუსთაველზე დგას აპროტესტებს იმას რა ქვია ვითომ გაყალბებულ არჩევნებს და ვითომ რუსულ რეჟიმს ეს ან წარმოიდგინე რა რომ იმას გვარამიას მოუწია ამის თქმა იმიტომ რომ გადაფურთხებული სალოკვა რაც ძალიან ხშირად ის არის შავა გადაფურთხებული და არ არის რა იდეაში ჩანს რომ რამდენი დღე უნდა მე მართლა მაინტერესებს რავი 30 დღეში ერთხელ მახულობ ხოლმე ჩავთვალ ხოლმე რა ხდება აქციაზე და იცი სადამდე მე გეტყვი შენ მაგათ ხო ჩვენთვის ცუდი უნდათ საქართველოსთვის ჩვენმა ტურისტულ ადმინისტრაცია უნდა გააკეთოს ატრაქციონი. გიჟების შეკრება ყოველ 10 საათზე იკრიბებიან და დაიწყოს ტურისტების მარშრუტში ჩასმა. ინდუსტრია შემოაჩენს. ხო, რომ აი აქ ხედავთ რაღაცა სიახლეა, რომ მე700 დღე და აი რასაპროცესო თუნდარია და რა მათ არ უნდათ ეს რომ ჩვენ ტურიზმიდან ფული ავიღოთ. ხო, სპეციალურად აი ესეთი ზაკრული ხერხი. ერთი მინდა ჩვენს მაყურებელს ერთი
საინტერესო დაკვირვებაზე ასე ვთქვათ გავუზია რომელიც მაქრო ან როგორც წესი მე აღმოაჩინე რომ დაახლოებით ერთ და იგივე რაღაცეებს ეროვნების მიუხედავად სხვადასხვა ხალხი ერთ და იგივე სახელებს ვანიჭებს რას გულისხმობ რომ ეხლა ხაზ აღმოაჩინე რომ ამერიკაში ლიბერალებს მოწინააღმდეგე ეძახიან გიჟებს. ხო. ისევე როგორც crazy, ხო. ისევე როგორც ჩვენ, გიჟებს ეძახიან. ზუსტად, მასკი ეგრე არ წეს. კი, მაგას ამბობ, ეს არის ის რომ ჩვენ ჩვენ ხო შიდა საუბრებში დიდი ხნით წინ დავიწყეთ გიჟების დაძახილი, იმიტომ მარტივია რა, რომ ხვდები რომ გიჟებს რო ამბობ კონკრეტულად იცი ვიზია საუბარი. ეხლა აღმოაჩინე რომ იქაც ეგრეა, იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა რუსული იმას ვკითხვა, ყველა ქვეყანაში დაახლოებით ოღონდ რაღაც კატეგორიას ხალხს, რაღაც მოლიბერალო, ცოტა მოგიჯო ტიპებს, ყველა ზახის გიჟებს. აი მარტინ ლუთერ კინგის, ხაჩას მარტინ ლუთერ კინგის გამოძიებაზეც მოიხსნა ახლა გრიფის აიდუმლო და ნახოთ რა იქნება. No peace, no justice, ხო არის? ამათ ხო აი ეს. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ძალიან საყვალად ჟღერს უკვე ხო ვორტვინი იბურღება ხანდახან, მაგრამ ზუსტად იგივე წამღერები არის სერბეთში. ერთ-ერთი არაფერს არ ცვლიან, მოტივს არ ცვლიან. სერბეთში პროტესტზე ესეთი წამღერება ისე სხვათა შორის ცეცხლი ოლიგარქია სხვათა შორის მე მინდა ცეცხლი ოლიგარქია ჩვენი მთავრობის ასე ვთქვათ სასკადლოდ თქვა რომ ჩვენ მთავრობა ძალიან გამოიძერწა მოიბრძმედა ბრძოლაში ისინიც აღიარებენ ამ სიდებილეს ისეთი კარგი მთავრობა ყავს აი საერთოდ ან ექსპერტები ვართ მენანება კარგი სიტყვის თქმა ჩვენი ხელისუფლების რეალობა ტერიც კი აღიარებს ამას ესენი ტერი არ არის ალბათ უფრო და ხო ანუ აი ხო ხდება რა შორის კიდევ ერთი ნახე ინტერნეტში მინდა ჩემაყურებელს გავუზიარო ერთი ძალიან კაი ტერმინი ნახე რომელიც ძალიან მომწონს რა რომ ერთ ჩემი ოღონდ რუსეთში აღო ჩვენთან არის ანუ რა რომ არის ასეთიო ტერმინი რუსოფრენია ანუ ეს ასგულისხობს როდესაც ერთდროულად გონია რომ რუსეთი იშლება და მეორე მხრივ რუსეთი იპყრობს თელ სოფლიოს ისე მართალია და ჩვენთანაც ხო ეგრეა რომ ძალიან მაგარია ძალიან ფანტასტიკურია რომ რუსეთი სულს ღაფავს და ამას იპყრობს ამას ტრამპი დასვა და თავი არის ჩვენთანაც ეგრე არ არის ქართული ოცნება ჩამოშტილია და ამ დროს არის რაღაც ტირანიის რაღაც ყველაზე უძიმესი ფორმები ტირანია მაგათი აზრი ხო ჩვენ ოპოზიციაზე საუბრობთ არა რატო ვერ გააკეთა ეს deep state-მა იქაურმა გლობალისტებმა ერთი ანუ გააკეთეს გიჟებით დაკომპლექტებული რომელიც რა თქმა უნდა თავისი გიჟის გამო არ აყვა ხალხი ნახე მე უყურებ შემდეგნაირად რომ არსებობს ყველა საზოგადოებას აქვს რაღაცა კულტურული ნიშნები კოდი ნიშანი რომელიც არის რაღაცნაირად ხელშეუხებელი არის რა თუ იმ საზოგადოებაში პოლიტიკურად გინდა რომ წარმატებული იყო რაღაც თემებს რომც არ მოგწონდეს არ ეთანხმები უფრო არ ეხები მაგალითად პატრიარქს არ ეხები ეკლესიას არ ეხები ხო აქ რატომღაც ისეთ ვენები გადაიჭრეს და სულ ლანძღავდნენ და საკეული მდლები შეიძლება აკრიტიკო მაგრამ პატრიარქი საქართველოში ვინც არ უნდა იყოს შენ უბრალოდ იმიტომ რომ გინდა რომ რაღაც საქმე აკეთო კრიტიკის ფორმაც ხო არსებობს ხო არა ფორმაც ხო ეს არ იყო კრიტიკა ეს იყო არა ეს იყო შეურაცხყოფა რიტუალური ეხლა ნაკრების საკითხზეც ხო აი აბსოლუტურად არა თუ გინდა რომ შენ საზოგადოების გული მოიგო არ უნდა ხო ეგეც საკითხები ის უნდა გააკეთო რაღაცა გამოიტანო თუნდაც აი ძალიან ადამიანური ურთიერთობა მეგონი გუშინ წინ მოხდა დიანა ტრაპაიძე რომ მიულოცა ხო აი მეგობრები არიან კაცო ყველას ყავს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მეგობარი რა თქმა უნდა ანუ შენ რო ესეთ საკითხში ანუ ესეთ ავტონომი ერთი მხრივ შენ გინდა ადამიანი იყოს თავისუფალი ინდივიდი თავისუფალი იყოს რა და მეორე მხრივ არ შეიძლება იმას შენ მეგობარს მიულოცო და ეს პროპაგანდისტია ანუ იმის თქმა მინდა რომ თვითონ იმდენად სექტანტური არის მათი შეხედულობა სექტის ყველანაირი ნიშანია ადრეს საუბრობდით ამაზე სექტის ნიშანი რა არის აი ფუნდამენტური ნიშანი ერთი ის რომ ყავს ბელადნა მართმენა მეორე ის რომ მინი ვიწრო რეალობაში ცხოვრობენ აი ეს ვიწრო რეალობის განცდა ყველა ლიბერალს რომელ ქვეყანაში არ უნდა ცხოვრობდეს აქვს ერთნაირი და იქით უბრალოდ არ არსებობს უბსკულია მართალია და კიდე ერთი მომენტია და რა ვიცი რადგან უკვე სხვა სამყაროში ცხოვრობთ ამის თქვის საშუალება მაქვს
მოკლედ კულტურული ტიპები არის სხვადასხვა. ნიჩეს ამბობდა, შპენგლერის ამბობდა, არის რაღაც აპოლონური მამაკაცური. ეს დიონისიური. ეს ყველა კულტურა ლიბერალური კულტურა სინამდვილეში არის ძალიან რაღაც ფემინური კიბელეს კულტურასაც ეძახიან, ანუ კასტრირებული დედის, კასტრატი დედის კულტი რა, ისტერიულობის ეს არის რაღაც ისეთი რაც არ არის ჩვენში. ისეთი კულტურული კოდი, რომელიც რაღაცნაირად აი რაც კულტურულად მიეწერებოდა მამაკაცს, მაგრამ არ იყო მარტო მამაკაცის არა, რა თქმა უნდა. ეს ლოგიკურობა, რაღაცა რეალობისადმი ადეკვატორობა, რაღაც სიმართლე, სხვისი სიმართლის მიღების უნარიც, ტრის დაფასების უნარიც და ასე შემდეგ. ყველაფერი მოსპოდა ისტერიულ რაღაც ზღვაში ჩაძირა. ცეცხლი ოლიგარქიას აი ამას. არ იქნება. რაღაცა. შენ ამას უნდა გაჩვენო. არა, ბიჭო, შეურაცხადებთან უნდა გაჩვენო. საბოლოო ჯამში რატომ აა პრობლემა? მე ჩვენ ახლა ევროპის მაგალითზე ვხედავთ რა, რომ იმდენად ახდენ საზოგადოების კასტრირებას, რომ აი ესეთ საზოგადოებებს დროთა განმავლობაში აღარ შეუძლიათ სხვა კულტურების გადამუშავება. პირიქით, მოსულები, უფრო ასე კულტურულად უფრო რა ვიცი, თქვათ, მოდით რა, უფრო პრიმიტიულები. უფრო ჩამორჩერილები, ხო? ახდენენ პირიქით ზეგავლენას ახდენენ რა. არა, აი მაგალითად სწორს ამბობ მე შენ როცა მოდის ვიღაცა ბავშვი 18 წლის გოგოც ხარ ცეცხლი ოლიგარქიას ანუ ცეცხლი ოლიგარქიას არის ძალიან რადიკალური ამის რო ამბობ მართლა უნდა გახსნა ცეცხლი ხვდები ცეცხლი რაღაცა გონია რომ პატარა ის რო უყებს ისა იმას რა ქვია დიდ დათს ქართული არტისტიზმიც არის მე მაგრამ გავიგე მაგრამ მაშინ სხვა რამე რაღაცა სხვა ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქიას და როცა არის ხო სასაცილოა არა ხო ისროდნენ ისე ხო ის კი ეგეთ ფეიკია შტურმავიკები იმავს რომ იზროდნენ კაი ხლაპუშკას მართალია ზიანი მიაყენეს თქო და ელიზაზე დაასრულოს ხო ნუ ესე იგი ჩვენი ეს ოპოზიცია არის მართლა რაღაცა საფეხურები ხო გაიარა აი კაცობრიობამ რა რასაც აი ოფილოგენეს ეძახიან რომ ანუ გამოიარა რაღაცა მითოსური რაღაცა ტოტემისტური რელიგიური საფეხურები და ჩვენ რასაც ხედავთ აი საკუთრივ აი ამ აქციებზე ახლა რასაც ნუკრი ამბობდა ეს ხო არ არის შემთხვევითი და რაღაც უბრალოდ ვუდუს რიტუალები ბოს გამოტანა ანუ ეს რასაც ამბობს აი ეს საჯარო წყევლა ქაჯების არქეტიპი ხო რაც არის ქაჯის და ჭინკის არქეტიპი ქართულ მითოლოგიაში ხო ეს ყველაფერი ხდება ანუ ეს ხო ჩვენ ხო ეს ვიცით ეს შპენგელი და ნიჩე რო ახსენ ესენი ამბობენ რომ ანუ ეს ჩვენ კი ვართ რაციონალური მაგრამ ჩვენ კოლექტიურ არაცნობიერში ძინავთ ამ დემონებს და პერიოდულად ამოანთხევს ხოლმე ეს დემონები აი ამას ხედავთ უბრალოდ ვიღაცა ტიპები ევროკავშირის ბიუროკრატები ფიქრობდნენ რომ ესენი არიან ამას ინსტრუმენტალიზაცია უნდა მოახდინონ და რატო ფიქრობთ აი მე ჩვენ ხო ხშირად ვფიქრობთ აი რატო სხვა აქტორებზე არ დადეს რატო ფეიქ ეროვნულო აი ისადეს ისე ქალთა ხორუმი და რო იგალობეს ქალთა ხორუმი LGBT გალობა ვერ ეხსნებიან მაინც ვერ ეხსნებიან იმიტომ თან მათ სისტემა საწყობი უკვე კადრები შეჩეულია აზრი აქვს მაშინ როცა კასტო ხორუმია შევხაროს ერთ დებულებას ვიტყვი ანუ ამ თავარი მომენტი არის ის და ეგეთი შთაბეჭდილება შეიძლება ვწდები რომ ეს ქვეცნობიერი მომენტია, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფო იყოს წარუმატებელი, არის იმის გამართლება, რატომაც არიან ესენი თვითონ წარუმატებლები. ხო და ამიტომ ჭირდება რომ ყველა იყოს წარუმატებელი. მოდი ამა ჩამოწიონ თავის დონეზე. დაზაგთხოვთ. თავარი მე მგონია რატომაც თქვათ ვერ მოერივნენ დღეს საქართველოს ისინი ხო ისინი დიდები ესენი გასაგები ნუ ამაზეც ეს როგორც რაღაც მათი ანუ ის არის რომ ნუ ხელისუფლების წვლილზეც ვილაპარაკოთ მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ დააბარა ტესტი ეს არის ანუ სუვერენიტეტისადმი და ქვეყნის დამოუკიდებლობის საღიაზრის თუნდაც ხო ამ შემთხვევაში საღიაზრი მაგრამ ამ საზოგადოებამ სწორად აღიქვა ის რომ ქვეყანა უკвеდრო აი ხო არის რაღაცა ყველაფერს აქვს თავისი დრო და იმ დროს დაემთხვა, როდესაც საზოგადოება ერთსულოვნად მიხვდა, რომ დღეს საჭირო იყო და აუცილებელია დაცვა და ბრძოლა სუვერენიტეტისადმი და ამ სუვერენიტეტის დაცვაში შედიოდა ის ყველაფერი, თქვათ, რაც არის მშვიდობის დაცვა, მხარდაჭერა ხელისუფლებისა და ასე შემდეგ ამ ხალხის არ მიიღება. თორე ახლა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს მსგავსი ქვეყნები
და რა მხარდაჭერა ჰქონდა ოპოზიციას. ესეთი რამე ხომ არ ყოფილა ისტორიაში, გამახსენეთ ვინმე, უახლეს ისტორიაში, წინა საუკუნე ავიღოთ, ევროპის მთელი ბიუროკრატია არ ყოფილა. ქვეყანა არ დარჩა ფაქტიურად, ნუ ავლაპარაკობთ ახლა ორ ქვეყანას. ამერიკის ადმინისტრაცია ფაქტიურად პრეზიდენტიც კი ამერიკის პრეზიდენტი განცხადებებს აკეთებდა საქართველოში მიღებულ კანონზე. ასანქცირებდა ხალხს. კანონზე ანუ ამ ხელას ზეწოლას ვერ გაუძლებდა ვერც ერთი ქვეყანა, რომ არა საზოგადოების, ასე თქვათ, ყარადგომა და ფული? ხო, ნუ იმ ფინანსებზე არ ვლაპარაკობ. ანუ საზოგადოებამ რამდენი მოდიოდა? საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთმანეთს გაუგეს როგორც იქნა. და ვერ მოატყუეს ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი და ამან გამოიწვია რომ ქვეყანა დადგა მყარად. ეხლა რაც შეეხება ამ ჩვენ გაჭირვებულებს ესენი რო არიან რა. მაგარი ძალიან ცუდია, საცოდავი ხალხია. ნებისმიერი მაგალითი აიღე, ანუ და მერეც კიდე ეხლა გამოცდილებამაც თავის საქმე გააკეთა კაცო, ეს ხალხი ხო უყურებს რომ ვიღაცა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც თულმე ზრუნავს ახალგაზრდების ბედზე და იღბალზე, 10 წლის წინ ამ ბავშვების ციხეში დაჭერას დახოცვას აპრავებდა. იცი რა თქვა რა, პატარა ჩანართი. მეო მომხსენეთ ყანაღაო და პოლიტიკურში არ დავხარჯებ. შენი დედავატირე, რას ნიშნავს ეგ? ანუ რა? ჩვენ დავინახეთ რომ ამ ხალხს მანამდე ხარჯავდა. ხო, ამ ხალხს როცა ჭირდება, კი ბატონო ეგ ერთგვარი ირიბია. ეგ რა არის, კაცო? ანუ როგორ რატო არ დახარჯა პოლიტიკურში არასწორად ხარჯავდი? კიდევ უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება, აი წეგან შენ ჭკვიანულ საქციელზე ლაპარაკობ. კი ბატონო. ანუ როგორ არის იცით რომ ცდილობს რომ კიდევ სიტუაცია არ დაძაბოს. მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ფორმით ევროპას ძალა გამოსწილი და მათი განცხადებები მაინც ხო ჩვენ არ არავისთვის იმათვისაც აღარაფერს განცხადებები უბრალოდ რაღაცას აპიარებენ ცდილობენ რომ გააცოცხლონ აბა რა უნდა ქნან მაგრამ მიუხედავად ამისა ისეთ ქმედებებს აი რაღაცა მკვეთ მოძრაობებს მაინც არ აკეთებენ თუ არა როგორ არის დანაშაულის ხელი შეწყობა თუ არ არის აბა რა არის რასაც ესენი აკეთებდნენ მაინც პარტიები აი თურქეთის მაგალითად დღევანდელი თურქეთის ქმედება რაც გააკეთა ხო იქ რაღაცა ოპოზიციონერი ნომერ პირველი სტამბულისმერი არ არის სტამბულისმერი თავმდებობა არ არის პერსპექტივაში ეს იყო პრეზიდენტი პერსპექტივაში პრეზიდენტი იყო ის დაიჭირეს. აგერ თქვათ ევროპა რასაც ჩადიოდა რუმინეთში და ასე შემდეგ. ჩვენები მაინც ხო შეიძლება ვიღაცა პროვოკაციაზე წამოგებულიყო და ეთქვა კაცო. აგერ რუმინეთში რას აკეთებენ, აგერ თურქეთში რას აკეთებენ, ამერიკაში რა ხდება, სირიაში აგერ რა ხდება და ჩვენ რატომ ეხლა რატომ არ შეიძლება კვეთი ნაბიჯი გადაედგა. ნაბიჯები გადავდგათ კანონის შესაბამის. კანონის შესაბამის. იმასაც არ აკეთებენ რომ ზედმეტად არ დაიძაბოს სიტუაცია კიდევ რაღაცა ჩვენ არ გავხვდეთ რაღაცა საჯილდაო ქვა კიდევ ევროპას საბაბს არავის არ ვაძლევთ. კანონს მიუყვებით, მაგრამ საბაბს არავის არ ვაძლევთ. რამათი დამოკიდებულება ხა ერთი წავიკითხე რა ქვია LGBT თემის წარმომადგენელი რომ ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაც გააკეთეს რასისტული სიბრტყე ნელ-ნელა თავის გამორჩეველით გამოეცლება ხო ის აკეთებს რომ განსხვავებას რომ თქვენ კი მოიგეთო მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს დამარცხდაო ანუ ეხლა ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს თქვა გახარია რაღაცა ხო ნორმალური ადამიანი ხო ხარ ანუ ამაზე ხო უნდა გქონდეს რეაქცია ანუ მნიშვნელობა არ აქვს თავარია ხელისუფლების და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ და ანუ ის მართალია თუ არ არის ხო დაძაბონ ქვეყნის რეაქცია რა ანუ ეხლა წარმოიდგინე შენ რომ LGBT თემის წარმომადგენლის ნაოცნებარი გამარჯვებული საქართველოს როგორია და იმას რომ ხარს უჭერ ხო აი გაჩუმებული ხარ და ხარს უჭერ ხო ასე არა ხო ეთანხმები არა ხო შეიძლება ვიღაცა ხარს კი არ უჭერ ზურგით შექცევით დავდგეთო კაცო ძალიან ესეთმა ის ანუ იმის განცხადება რომ იმას უნდა თავის თვითონ რომ უნდა ისეთ საქართველოს უნდა და შენ ამას ირიბათაც და პირდაპირაც ხარს უჭერ ხო შეიძლება რაღაცა ფორმით ვიღაცის რაღაც არასწორი ქმედება არასწორი საქციელი დანაშაულებრივით რაც გინდა დაარქვი რაღაც ფორმით გააკრიტიკო და გამოხვიდე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაგრამ უფლება არ გაქვს შალვა რატომ არ გაქვს უფლება იმიტომ რომ შენი ბედი შენ არ გეკუთვნის როდესაც აგენტი გახდები ვიცით გინდა იყო პოლიციის აგენტი ხარ პროკურატურის
ევროპის, ამერიკის თუ აგენტი თუ ქვია რა. აგენტი ხარ, დამთავრებულია. ანუ შენი ბედი რაღაცნაირად არის დამოკიდებული, რაღაცნაირად არ აქვს. იმაზეა დამოკიდებული. პირდაპირ კი. რასაც უნდა იმას გაგიკეთებ. აქ ხელში კომპრომატი უჭირავს. რა თქმა უნდა, ისეთი კომპრომატი უჭირავს, რომელიც დაგღუპავს. როცა უნდა გამოიყენებს ამ კომპრომატს და იქაც აღარ დაგედგომება, სადაც ხარ. ამიტომ ახლა რასაც ეთქვიან ამათ, ის უნდა აკეთონ. უბედურება, ხალხო, ეს არის უბედურება, როგორ შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციად იწოდებოდეს რაღაცა კასტა, კატეგორია, ამას კონდეს 800.000-იანი მხარდაჭერა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში და ქონდა კაცო ცოტა ხნის წინ და ამას ყველა მიცოდეს, რომ ესენი არიან აგენტები, ფულით ნაყიდი და მათი ძაფები სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სამსახურებს უჭირავს ხელში. რასაც უნდა იმას უზავენ და როცა უნდა. ანუ შენ რომ ფიქრობ, რომ ამას ხმას მივცემ და ხელისუფლებაში მოვიყვან, აი ხელისუფლებაში რომ მოვიყვან იმ ძაფებს, მაშინ მიწევენ და მაშინ მოწევენ. მაშინ გააკეთებენ კისერს ამ შენს ქვეყანასაც და ხალხსაც და ამას ხო უნდა დაფიქრება. და წეღა რომ ამბობდით, როდემდე გაგრძელდებაო ჩემი შალვა, ჩვენ წინ არჩევნები ხო გვახსოვს კაცო. წინ არჩევნებში 8 თვე ცდილობდნენ რომ ეყანყალებინათ ქვეყანა რა. ეხლა ცოტა ხანი კიდე ეხლა რუსთაველიზე მერიას დაგეგმილი აქვს რეკონსტრუქცია. რეაბილიტაცია აქვს თლიანი დაგეგმილი. მე რუსთაველიზე ადგილს ვეღარ ეპოვიან, სხვაგან გადაინაცვლებენ და ნელა ზოგს ეხლა რუსთაველის ხათრი დადიან, იქ ზოგი. იმიტომ რომ რუსთაველზეა მიტინგი, თორე თქვათ ეხლა შეურაცხყოფას კი არა, გრდანში რო ტარდებოდეს მიტინგი, მაგდენი კი აღარ იქნება. და ასე შემდეგ რა. ესენი ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადავლენ და საბოლოო ჯამში, როდესაც ისინი თავისი პატრონები ეთქვიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არ უნდა და ხო ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ ეხლა რომ მე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, ჩემი ამორჩეველი მეტყვის, რომ ესე იგი ის უკვე ლეგიტიმურად ჩათვალე, ხო შენ წინა არჩევნები, რახან ახალ არჩევნებში მონაწილეობას იღებს. მიუხედავად ამისა, რომ ესე ფიქრობენ, მაინც გადაწყვეტილებას ხმები მიიღებენ. ძალიან კარგი. ესე იქნება რა. მეგობრებო, მე მგონი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ვამბობთ. მე მაგრად მიკვირს, რომ არც ერთმა ეგრეთ წოდებულმა შმოპოზიციურმა ლიდერმა არ დაგმო გამონათქვამები, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ნაკრებსო და ესე იგი ეგრე ფიქრობენ და ნუ სირცხვილია. გამარჯვებებიც არც გააზიარეს. არც გააზიარეს. ბევრს დავაკვირდი აქამდე ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერები ჩემს სისტემაში ვინც არიან, ყველა მოგების დროს ფეხბურთელების მილოცვა ხო იყო რაღაცა კარდებს და დებდა რაღაც. ეხლა გაჩუმე ყველა ანუ ხარს ასკარად შეიძლება ეგეთ რამეს განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ იდეოლოგიაში ზიან ყველა. ანუ ეს გამარჯვება არ მოეწონა. ძალიან მალე ყველაფერი დასრულდება და ჩვენ ვქნებით კარგად. ამ იმედით ჩვენ მომდევნო შაბათამდე ემშვიდობებით მეგობრებო, კარგად გრძანდებოდეთ.